მომავალი წლიდან ქვეყნის საშინაო ვალის წილი იზრდება და მისი რაოდენობა 600 მილიონი ლარით განისაზღვრა. შესაბამისად, მთავრობას გაზრდილი ვალდებულებების მომსახურება მოუწევს. სახელმწიფო ვალთან დაკავშირებით კითხვები როგორც საპარლამენტო უმცირესობას, ასევე უმრავლესობას აქვს. ფინანსთა მინისტრი კი ამბობს, რომ მზრდა საგანგაშოა, რა საკუთარი შენიშვნები აქვთ ექსპერტებსაც. საქართველოს აქვს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ვალი დღეის მდგომარეობით და ჩვენზე წინ ასე ვთქვათ არიან მხოლოდ ესტონეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი. მთავრობის ერთ-ერთ მიღწევად ფინანსთა მინისტრმა სახელმწიფო ვალის მართვა დაასახელა. ამის მიუხედავად, როგორც საპარლამენტო უმცირესობის, ასევე უმრავლესობის კითხვების ნაწილი სწორედ სახელმწიფო ვალს ეხებოდა. დეპუტატები გაზრდილ საშინაო ვალდებულებებს მიუთითებდნენ. 2015 წელს ჩვენ სახელმწიფო კვლავ გეგმავს 600 მილიონი ლარის შიდა ვალის აღებას. წელსაც ანალოგიური გეგმა ჰქონდათ, როგორც გვახსოვს და ალბათ მომავალ წელსაც 600 მილიონ ლარს აიღებთ. მთლიანობაში ბოლო 3 წლის განმავლობაში 3 მილიარდ 200 მილიონის ვალის აღება ხდება, საიდანაც მილიარდ 200 მილიონი არის კერძო კომერციული ბანკების მაღალპროცენტიანი. საგანგაშო ხომ არ არის სახელმწიფო ვალის მოცულობა, რომელიც მთლიან შიგა პროდუქტის 35%-ზე ავიდა. ქვეყნის საშინაო ვალი მომავალ წელს 600 მილიონი ლარი იქნება. ანალოგიური მაჩვენებელი იყო 2014 წელსაც. 2013-ში კი საშინაო ვალდებულებები წინა წელთან შედარებით დაახლოებით 150 მილიონი ლარით გაიზარდა. შიდა ვალის გარდა 2015-ში სახელმწიფო მილიარდ 10 მილიონი საგარეო ვალსაც უნდა მოემსახუროს. საპარლამენტო ოპოზიციაში მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში ვალის ზრდის ტენდენციას სახიფათოდ მიიჩნევენ. უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ ამ მაჩვენებლით საქართველო ევროპულ სტანდარტებში ჩდება. ეს არის საკმაოდ ასე თქვა დაბალი პროცენტი დაღებული სასხები. ამ სასხების ნაწილი სწორედ რეზერვებში იქნება გათავსებული, ისე როგორც ამ წლის განმავლობაში იყო და საერთო ჯამში ჩვენი ვალების რაოდენობა საშინაო და საგარეო წყაროებიდან არის იმ პარამეტრებში, რომელი პარამეტრების ეკონომიკის ზრდას სავსებით მისაღები. სულ ვალი GDP-სთან მიმარჩენებაში ჩვენ რო ვიყავით ხელისუფლებაში იყო 31%. ეხლა ვალი ხდება 35%. ეკონომიკა რო იზრდებოდეს ისე რომ ეს საგარეო ვალი და საშინაო ვალი პრობლემა არ იყოს, მაშინ ჩვენ პრობლემა არ გვექნებოდა, მაგრამ აქ ვალს იღებენ იმისთვის, რომ მიმდინარე ხარჯები დაფარონ. ფინანსთა მინისტრი კი ამტკიცებს, რომ ვალის პროცენტული წილის ზრდა საგანგაშო არაა. საშინაო ვალდებულებების ნაწილი კი ეკონომიკურ განვითარებას მოხმარდება. მომავალ წელს ეს იქნება 37% და ის 2%-იანი და არის სწორედ ის 200 მილიონი, რომელსაც ჩვენ ვიღებთ სესხად იმისათვის, რათა მისი ინვესტირება მოვახდინოთ ეკონომიკაში. ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ შიდა ვალდებულებების ზრდა ქვეყანაში საინვესტიციო პოტენციალის კლებას გამოიწვევს. ექსპერტი მიხეილ ჯიბუტი კი ამბობს, რომ მთავრობას ვალების გასტუმრებასთან დაკავშირებით შესაძლოა პრობლემები შეექმნას. სახელმწიფოსაც აქვს ზღვარი, სადაც შეიძლება დასრულდეს მისი ვალებით ცხოვრება. ამიტომ ამას უნდა წინასწარ განჭვრეტა და შეიძლება ვიღაცამ არ უნდა დათვალოს, რომ ეს იქნება მომავალი თაობების პრობლემა. 600 მილიონის ოდენობით შიდა, ესე ვთქვათ, ფინანსური რესურსიდან ფულის ამოღება ეს წმინდა, ესე ვთქვათ, შიდა საინვესტიციო პოტენციალს ამცირებს. ეს არის შიდა ის ფული, რომელსაც შეეძლო გარკვეულწილად კერძო სექტორი დაეფინანსებინა და რეალურად ამიტომაც ზუსტად ამოდენობით არ არის მიზანშეწონილი, რომ ავეიღოს სახელმწიფომ შიდა ვალი. 2015 წელს მთავრობის მიერ აღებული ვალი მთლიანობაში მილიარდ 610 მილიონი ლარი იქნება.